პირველად 13 თუ 14 წლის წინ გამოვაცხვე პასკა და ყველაზე გემრიელი მაშინ გამომივიდა დენიკინის დროინდელ გაზის ღუმელში რომ გამოვაცხვე. შემდეგ წელს ელექტროღუმელზე გადავედით და იმ ყვითელ ოქროს ვერთავებს ვეღარასდროს ვიღებ, მაგრამ გემრიელი ნამდვილად გამოდის. ამით იმის თქმა მინდა რომ ღუმელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველად პასკის ცომი რომ მოვზილე, თან გამაფრთხილა უფროსმა თაობამ, მოზელვა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიაო. კინაღამ შოქში ჩავარდი. ოფლი წურწურით გამდიოდა და ვფიქრობდი, ოღონდ ახლა გადამარჩინე უფალო და მეორეჯერ პასკის გამკეთებლის თქო. მაგრამ იმდენად გემრიელი გამოვიდა, მივხვდი რომ პასკას ყოველთვის ჩემი გამოვაცხობდი და მას შემდეგ ნაკით პასკას აღარ გავყარები ვარ. 20-26-ის პასკას 2 დღე ვაცხობდი. მომზადება ცოტა გვიან დავიწყე და დამაღამდა. ცომი ღამე ასაფუებლად დავტოვე და საშინლად მეძინა. 2 საათში ერთხელ ზომბივით მეღვიძებოდა რომ მენახა ცომი რა შვრებოდა და სიზმრებშიც შესაბამისად ხან აფუებულ, ხან ჩავარნილ პასკის ცომს ხედავდი. როგორც იქნა გათენდა, ცომით ამოფუვდა და გამოვაცხოეს მამაცხონებული. ხო მართლა 14 წლის თავზე ახალი რეცეპტი ვცადე და ამ რეცეპტმა გაამართლა, ძალიან კარგი გამოვიდა. დეტალებს პოსტის აღწერაში დაგიტოვებთ. პირველ ეტაპზე უნდა გააქტიურდეს საფუარი. შემდეგ ერთ დიდ, რასაც ქვია ტაშში ვთქვიფავთ ყველა ინგრედიენტს, ვამატებთ გააქტიურებულ საფუარს და ფქვილის ნახევარს. ველოდებით რომ ცომი ამოვიდეს. შემდეგ ვამატებთ სუნელებს, ვანილს, ფქვილის მეორე ნახევარს და ქიშმიშს. ვზელთ იქამდე რომ ხელზე აღარ გვეკრობოდეს და ველოდებით როდის გაორმაგდება ზომაში. შემდეგ გადაგვაქვს ფორმებში, ფორმებშიც უნდა ამოვიდეს კიდევ ერთხელ და ვაცხობთ 200 გრადუსზე საათ ნახევარი. ნუ ჩემ ღუმელს ესე დაჭირდა. გემრიელად მირთვით და მრავალ აღდგომას დაესწარით.